ჩვენი გონება არის როგორც სარკე. ის აირეკლავს იმას, რითიც ვავსებთ მას ყოველდღიურად. როდესაც ვაძლევთ ნებას ნეგატიურ აზრებს, შიშებსა და ეჭვებს, ისინი გვიბნელებენ ხედვას და გვაშორებენ შინაგან სინათლეს. მაგრამ გახსოვდეს, შენ ხარ შენი აზრების მეფე და შენივე ემოციების შემოქმედი. ნეგატიური აზრები არ არის შენი ნამდვილი ბუნება. ისინი უბრალოდ დროებითი ღრუბლები არიან, რომლებიც გონების ცას ფარავენ. თუ მათთან ბრძოლას შეწყვეტთ და მშვიდად შეხვდებით, დავინახავთ, რომ როგორ იშლებიან და როგორ ჩნდება ჩვენი გონების ჰორიზონტზე სუფთა და ნათელი ცის სილამაზე. რაც უფრო მეტად ვიღებთ ჩვენს ემოციებს სიყვარულით და არ ვთრგუნავთ მათ, მით უფრო მარტივად ვაქცევთ მათ ღვთაებრივ ენერგიად. ნეგატიური ემოციები შეიძლება გადაიქცეს ძლიერ მოტივაციად. სიბრაზე შეიძლება გახდეს სიმართლისთვის ბრძოლის ძალა, ტკივილი სიბრძნის წყარო, ხოლო შიში სიმამაცის გაღვიძება. შინაგანი სისუფთავე იწყება ცნობიერი არჩევანით. დღეს მე ვირჩევ სინათლეს, სიმშვიდესა და სიყვარულს. ყოველ ჯერზე, როცა გონებაში ნეგატიური აზრი გვხვდება, ვკითხე საკუთარ თავს. ეს აზრი მემსახურება თუ მაზიანებს და თუ არ გემსახურება, მადლობით გაუში შენგან. როცა შენს ემოციებს სიყვარულით გარდაქმნი, შენ ხდები საკუთარი რეალობის ალქიმიკოსი. შენში იბადება ახალი ძალა, რომელიც გიწყვება წინ, გაძლევს სიმამაცეს და გახსენებს, რომ შენ ხარ სინათლის არსება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სიბნელე გარდააქციოს ნათელ გზად. შენ ხარ სუფთა გონების მატარებელი ღვთაებრივი სული და ყოველი ნეგატიური ემოცია შენი აღმაფრენის საწვავია. ირწმუნე ეს და ყოველდღე გააღვიძეს შენში შინაგანი სისუფთავე. გისურვებთ სინათლითა და სიყვარულით აღსავსე, შვიდ და ბედნიერ ცხოვრებას.